სულ გესმის ბრახუნის ხმა, სადაც არ უნდა იდგე. უახლოვდები და გეჩვენება, რომ შეხვედი ხმაში. ხმა სხეულშია და ხმას ხედავ გარეთ. ეს არის ხმები, რასაც ხელების და ქვების ცემა გამოსცემს რკინის კედელზე. ნოემბერი. ანტირუსული პროტესტის ბოლო ტალღის პირველი საღამო პარლამენტთან. თეო მეუბნება, რომ კედელთან უნდა მივიდე. აუცილებლად უნდა მივიდე, თუ მინდა ჟღერადობაში გავზომო ჩვენი წინააღმდეგობის დონე. რაც უფრო ახლოს მივდივარ, ხმა იქცევა ვიბრაციად, რასაც მთელი სხეულით ვგრძნობ, როგორც dance floor-ზე. მინდა რომ ვიცეკო ამ რიტმზე, ან ვიღრიალო, მისი ნაწილი გავხდე, ან უკვე ვარ, თუ აქ ვდგავარ. ჩვენი ნერვული სისტემის ხმაა ვიღაცამ ახსენა. ალბათ ელექტროდიც, რომელშიც ჩვენი ძალა გადის. ეს კედელი უნდა გაიპოს ბოლომდე.